გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. წერტილის დღევანდელი სტუმარი თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი მირაკლი მელაშვილი იქნება და მასთან ერთად გავაანალიზებთ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა და მოიცავს 2019-2022 წლების პერიოდს. ვიდრე აუდიტის ძირითად მიგნებებს მოგიყვებით, შეგახსენებთ საქართველოს პარლამენტმა 2015 წელს მიიღო მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი, ხოლო 2019 წელს დამტკიცდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2020 წლების სტრატეგია, რომლითაც განსაზღვრულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ განსახორციელებელი აქტივობები მთავარი მიზნის მისაღწევად, ესაა მაღალმთიანი რეგიონების განვითარება და იქ მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა. დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია და ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოვლენილია არაერთი ხარვეზი და გარემოება, რომელიც ეხება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული ხედვის შემუშავების ნაკლოვანებებს, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ხარვეზებს და ასე შემდეგ. თუმცა BMG-ს როგორც ბიზნეს მედიის პროფილიდან გამომდინარე გადავწყვეტეთ აქცენტი გავაკეთოთ ეფექტიანობის აუდიტის იმ ნაწილზე, რომელსაც პასუხები უნდა გაეცა ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე, რამდენად ეფექტიანია მაღალმთიანი დასახლებების განვითარებისთვის სახელმწიფოს პოლიტიკა და სოციალური და საგადასახადო შეღავათები ფიზიკური პირებისთვის და საწარმოებისთვის. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ამ დროისთვის 1802 დასახლებას. მაღალმთიანი დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის კი სარგებლობს საქართველოს 257,412-ზე მეტი მოქალაქე და დღის მდგომარეობით მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი აქვს 555 საწარმოს, აქ შედიან როგორც საწარმოები, ასევე მეწარმე ფიზიკური პირებიც. ეფექტიანობის აუდიტის თანახმად 2019-2022 წლებში მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობაზე სოციალური შეღავათების სახით გაიცა 228,3 მილიონი ლარი და წლიდან წლამდე ეს რიცხვი არის მზარდი, რასაც ახლა თქვენ ეკრანზეც დაინახავთ. BMG-ის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ჯამური რიცხვიც უთხრა და 2015 წლიდან დღემდე სულ გაცემულია თურმე 750 მილიონ ლარამდე შვილის შეძენისას ოჯახებისთვის, ასევე პენსიონერებისთვის, ექიმებისა და ექთნებისთვის, საჯარო სკოლის მასწავლებელთა დანამატის სახით მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათებისთვის და სხვა მიზნით. რაც შეეხება აუდიტორების მიგნებებს, მათ გამოავლინეს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივ მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ცუდი ხარისხით, რის გამოც ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი დახარჯვის რისკი იქმნება. კერძოდ, ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც ეს მონაცემი უნდა გაგზავნოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სიპის რეესტრში. აუდიტის ანგარიში კი ვკითხულობთ, რომ რეესტრში აქტიური სტატუსით ირიცხებიან პირები, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გარდაცვლილები იყვნენ, თურმე ასეთი იყო 5540 გარდაცვლილი. აქედან გამომდინარე, მაღალია სოციალური დახმარების არამიზნობრივად გაცემის რისკი ეწერა აუდიტის ანგარიში, მაგრამ დავაზუსტეთ და გვითხრეს, რომ მათზე ფინანსური სარგებელი სინამდვილეში არ გაცემულა, ანუ რისკი არ რეალიზდა, თუმცა იმავე ანგარიში წერია, რომ სწორედ სტატუსის არასათანადოდ მონიტორინგის გამო დაახლოებით 41,000 ლარი არამიზნობრივად გაიცა იმ პირებზე, ვისაც ეს არ ეკუთვნოდა. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსი, თავისუფლდება საშემოსავლო მოგების და ქონების გადასახადისგან 10 კალენდარული წლის განმავლობაში. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსის მქონე მეწარმეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მზარდია და 2022 წლის ბოლოს ამ სტატუსით 526 მეწარმე სარგებლობდა, თუმცა დღის მდგომარეობით ეს რიცხვი, როგორც უკვე ვთქვი, 555-მდეა გაზრდილი. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მოგწერეს, ეფექტიანობის დამდგენ აუდიტორებს აინტერესებდათ, რამდენად შექმნა კანონმდებლობით გათვალისწინებულმა საგადასახადო შეღავათებმა მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების წინაპირობები. კითხვაზე პასუხის გასაცემად კი გამოითხოვეს შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია საწარმოთა ბრუნვისა და გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის შესახებ, ასევე ინფორმაცია მაღალმთიან საწარმოებში 2019-2022 წლებში დასაქმებული პირების რაოდენობის შესახებ და ასე შემდეგ. საინტერესო ინფოგრაფიკებს შეიცავს აუდიტის დოკუმენტი, მაგრამ ახლა
მოკლედ დასკვნაზე გავაკეთებ აქცენტს, სადაც აღნიშნულია, რომ რეგიონული განვითარების სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის მიერ არ ხდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ეფექტის შეფასება. და მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაზე მათი გავლენის განსაზღვრა. აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2019 წელს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებებში კანონით განსაზღვრულ საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, კერძოდ ინფორმაცია ბიუჯეტში მიუღებელი შემოსავლების მაღალმთიანი დასახლების საწარმოების საქმიანობის სფეროს წლიური ბრუნვის და მათში დასაქმებულთა რაოდენობის საუბაზე. შემოსავლების სამსახურის საპასუხო წერილიდან კი თურმე ირკვევა, რომ ვინაიდან დეკლარაციებში არ იმიჯნება რის საფუძველზე სარგებლობს გადამხდელი შეღავათით, შემოსავლების სამსახური მოკლებულია გათავისუფლებული გადასახადების ოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას. საბოლოოდ აუდიტორები ასკვნიან, რომ რადგან შემოსავლების სამსახური არ ფლობს ინფორმაციას სტატუსის მქონე საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის და ბრუნვების შესახებ, შეუძლებელია განისაზღვროს საგადასახადო შეღავათების გავლენა მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაზე. მოკლედ, მაღალმთიანი დასახლების საწარმო სტატუსის მქონე მეწარმეთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების დაწესებიდან დღემდე რეგიონული განვითარების სამინისტროში სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის ამოცანით მიღწეული შედეგების ინდიკატორების შესახებ ინფორმაციის დამუშავება არ წარმოებდა. საინტერესო იქნებოდა ირაკლი ქარცელაძის უწყებიდან ამ სტუდიაში გაეცათ აუდიტის მიგნებებზე პასუხი, მაგრამ რადგან მართული პარტიის პოლიტიკა მხოლოდ სამთავრობო არხებისთვის ინტერვიუების მიცემა, მეც წერილობით ვითხოვე პასუხი აუდიტის მიგნებებზე, საიდანაც უფრო ზოგადი პასუხები მივიღე, ვიდრე კონკრეტული. მოკლედ, სამინისტროდან მოგწერეს, რომ პროცედურების სრულყოფა არის უწყვეტი პროცესი, რომელიც ისედაც მიმდინარეობდა აუდიტის დაწყებამდე და 8 რეკომენდაციიდან, რომელიც აუდიტმა გასცა 2 უკვე შესრულებულია და დანარჩენებსაც მივყვებითო. მაგრამ არ იყო დაკონკრეტებული, რომელი რეკომენდაციები შესრულდა. სამინისტროდან ასევე მოგწერეს, რომ 2016 წლიდან დღემდე მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან მაღალმთიან დასახლებებში განხორციელდა 180 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები და პროგრამები. ამას თუ დავუმატებთ სოციალური შეღავათებისთვის დახარჯულ 750 მილიონ ლარს, ჯამურად 930 მილიონია დახარჯული დაახლოებით 10 წლის განმავლობაში. რომ შევაჯამოთ, შეიძლება მიზანი ძალიან კარგია, მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ამ მიზნით მთავრობა ხარჯავდა და ხარჯავს მილიონებს, რომელიც არის ჩვენი გადასახადების გადამხდელების ფული, შემოღებული საგადასახადო და სოციალური შეღავათები, მაგრამ ირკვევა, რომ არ იზომება რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა, რამდენად მიმზიდველი გახდა მთიან რეგიონებში ბიზნესის კეთება, ან რამდენად გაუმჯობესდა იქ მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა. თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი ირაკლი მელაშვილია წერტილის სტუმარი, რომელიც უკვე სტუდიაშია. საღამომშვიდობის ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ჩემი შთაბეჭდილება, რომელიც დამიტოვა ეფექტიანობის აუდიტის დამუშავება, მოკლედ უკვე ვთქვი და ახლა თქვენგან ველი პროფესიალ და კომპეტენტურ შეფასებას. თქვენ რა კითხვები დაგიტოვათ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტის წაკითხვა და კიდევ რაზე უნდა გაეცათ თქვენი აზრით ეფექტიანობის აუდიტის პასუხები? კითხვები არ დაუტოვებია, ყველაფერი ნათელია, როდესაც ვკითხულობთ, რომ არ ხდება იმ ინდიკატორების ანალიზი, რომელთაც უნდა შემოწმდეს ზოგადად ნებისმიერი პროგრამის ეფექტურობის საკითხი, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა არ არის დაინტერესებული გაირკვეს, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის პროგრამა. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მაღალმთიანი რეგიონების დახმარების პროგრამა ეს პოლიტიკა მიმართულია, როგორც ჩანს, არა იმისკენ, რომ იქ განვითარებას მივაღწიოთ, არამედ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დახმარება დარიგდეს, ასე ვთქვათ, იქ ჩავაწყოთ სოციალური ფონი. რეალობაში ჩვენ ვერ ვარკვევთ ამ პროგრამიდან, რამდენად განვითარდა რომელიმე მაღალმთიანი ან სოფელი, ან დასახლება, ან მთლიანად რეგიონი. ძალიან საინტერესოა, როდესაც სტრატეგიაზე არის საუბარი რეგიონების, დაიწერა ის, რომ ეს სტრატეგიები ისე არის შედგენილი, რომ თვითმმართველობა არ არის ჩართული, ანუ ვიღაცა თბილისში ზის, თქვენ წარმოიდგინეთ თბილისში ზის ჩინოვნიკი, რომელმაც 1800 სოფლის განვითარების რაღაცა გეგმები როგორ დაწერს, აბსურდი არის სრული, ხო? სოფლიოში ამას აკეთებენ ადგილობრივ, იმიტომ იმათ იციან რაში არის პრობლემა. შესაბამისად ეს ყველაფერი ერთმანეთს გავს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ყველგან იქნება ჩაწერილი ტურიზმი, არის თუ არა, მაინც იქნება ჩაწერილი ტურიზმი, იქნება სოფლის მეურნეობა და ვიქნებით ასე. მუდმივად, ოღონდ რეალობაში ეს პროგრამები იმ გასაჭირს, რაც
იმ სოფლებში არ შეიძლება შეესაბამებოდეს, შეიძლება არ შეესაბამებოდეს, თუმცა ამის გაზომვის საშუალება არ აქვს, მე და თქვენ კი არა აუდიტის სამსახურს, იმიტომ რომ საერთოდ ვერ გაერკვა რამდენადაც მივხვდი ეფექტურობის აუდიტს აწარმოებდა სახელმწიფო ორგანოა, რომელსაც ებალება კონტროლი ამ ყველაფერზე და მან ვერ მიიღო ვერც ერთი ინფორმაცია, რომელიც ჭირდებოდა ეფექტიანობის შესამოწმებლად. ანუ ინდიკატორების ანალიზს არ აწარმოებს მთავრობა, ის ინფორმაციაც კი არა აქვს, რომელიც საწარმოები შეიქმნა, რამდენი ბრუნვა აქვს. როგორ გაიზარდა, შემცირდა, რა შედეგები გამოიღო, აი საგადასახადო შეღავათება, რა შედეგები გამოიღო, ეს უნდა მიჩვენოს, რომ ბრუნვა გაიზარდა. ეხლა ერთი კითხვა რო დავსვათ, რომ აი იმ სოფლებში, რომელიც შედის, ხო, ნახევარი სოფლები შედის საქართველოში, 49% შედის მაღალმთიანი რეგიონი სტატუსია. მას შემდეგ რაც ეს პროგრამა ამოქმედდა, სახელმწიფო დახმარების სურვილთა რიცხვი დაიზარდა თუ შემცირდა. ეს ერთ-ერთი კრიტერიუმია თუ ეფექტურად რამდენადაც მახსოვს აუდიტის დოკუმენტი დღეს რამდენჯერმე წავიკითხე, როცა ვემზადებოდი ინტერვიუსთვის, იქ ეს აქცენტი არ იყო დასმული, ხო, ეს კავშირები არა და საინტერესო არის ჩვენ აუდიტის სამსახურსაც მოვთხოვთ, რომ რამეთანი ესე იგი არა, საინტერესო აქცენტი არის თქვენ როგორც მმართველობის სპეციალისტი. ერთ-ერთი რა უნდა ამოცანა რა იყო. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ჟურნალისტებს, იმიტომ რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში არის ეს ინფორმაცია და ერთ-ერთი მიზანი, როდესაც იწყებოდა ამის წერა 2013 წლის ბოლოს, იყო ის, რომ სიღარიბე შემცირებულიყო. თაში დავამაგროთ ხალხი, მახსოვს მაშინდელი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის სიღარიბე შეუსრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფაქტობრივად ევროპულმა ქვეყანამ, ვინც გვეხმარებოდა მაშინ ამ კანონწერაში, გითხრა, რომ ნუ დაისახავთ მაღალ მიზნებს. ნუ დაისახავთ მაღალ მიზნებს, იმიტომ რომ მილიარდები და ათობით მილიარდები ჩაიყარა ავსტრიაში, შვეიცარიაში, იტალიაში მაღალმთიანი პროგრამებისათვის. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ამის საშუალება არ იქნებოდა საქართველოში. მაგრამ იქ სოფლებში ზუსტად იგივე სიცარიელია, როგორც საქართველოში, ხო, ცხოვრების დონე შედარებით უფრო მაღალია და ეს სეზონურად ამოდიან ხალხი, როდესაც ზამთრის სეზონი არის და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან კონკრეტული მიზნები უნდა იყოს დასახული, მათ შორის იმ რესურსების მაგალითად მაქსიმალურად ათვისება, რომელიც გაგვაჩნია თითოეულ რეგიონში, სოფლის მეურნეობა იქნება, მრეწველობის კუთხით იქნება. უნის რაიონში მუნიციპალიტეტში არის ბარიტის საწარმო, რომელზეც გაჩერება. ის რომ ამუშავო, ხო, რაც ბიუჯეტი აქვს, ორი იმდენი გაუხდება. რამდენი წელი შეიძლება გავუწევს? მაშინ ავსტრიელებმა, ასე ვთქვათ, კონსულტანტები იყვნენ, როდესაც ამ კანონს ამუშავებდით. მაშინ დონორებთან კარგად თანამშრომლობდა ქართული ოცნება, სხვათა შორის სტრატეგიაც UNDP-ის და ავსტრიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით არის შედგენილი. ანუ მაშინ გითხრეს, რომ დიდი იმედები ნუ გექნებათ, რომ მთაში ხალხს დაამაგრებთ და იქ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ან ბიზნესისთვის გახდება მიმზიდველი საგადასახადო შეღავათებით, მაგრამ მაინც იქნა მიღებული ეს კანონი და საგადასახადო შეღავათება. ხო, პარლამენტი აქტიურობდა ამ საკითხში, დეპუტატები აქტიურობდნენ, მაჟორიტარი დეპუტატები. მე ყოველთვის მაინტერესებდა, რომ ხო არ მოხდებოდა ისე, რომ მაგალითად თბილისში მოქმედი საწარმოები გადარეგისტრირდებოდა იქ და ამით განთავისუფლებოდნენ ისინი გადასახადების ნაწილის გადახდიდან. ესეც არავის არ შეუძლებია. აი ეს საწარმოები, რომლებიც მეუბნებიან, რომ რეგისტრირებული არის, ეს არის რეალურად იქ მოქმედი საწარმოები თუ ეს არის საწარმოები, რომლებიც იყვნენ აქ, ისინი გადარეგისტრირდნენ მთაში, მაგალითად რაჭაში. მაგალითად რაჭაში ან სვანეთში და გათავისუფლდნენ 10 წლით საშემოსავლო მოგების და ქონების გადასახადებს. თითქმის კლიანად განთავისუფლდნენ გადასახადებს. ასეთი საშიშროებებიც არსებობდა და სწორედ ამისთვის იყო, რომ კანონი როცა იქნა მიღებული, მე უნდა შემუშავებულიყო კანონქვემდებარე აქტები და მთელი წყება დოკუმენტების, რომელიც ინდიკატორებს, კაფეო ინდიკატორებს შეიმუშავებდა, მათ შორის იმისას თუ რამდენ რო გაგვეზომა, რამდენად ეფექტიანი არის ეს პოლიტიკა და ინდიკატორები არ შემუშავებული არის, საერთოდ არავინ არ ამოწმებს არაფერს და აგერ სასწაული პასუხი არის საგადასახადოსი, რომ მათ წარმოდგენა არ აქვს, რომელი საწარმოო რის გამო არის განთავისუფლებული. ან გადასახადებისგან გათავისუფლება როგორ აისახა ამ საწარმოების საქმიანობაზე შემოსავალზე. ფაქტობრივად სახელმწიფო გვეუბნება, რომ ის არ აკეთებს არაფრის გაზომვას, მათ შორის იმ შედეგებისა, რომელსაც ელოდა, ხო, კანონს რო ვიღებდით, ველოდით, რომ რაღაცა შედეგები იქნებოდა. არის ეს შედეგები, არ არის
შესაძლებელია რამე ზოგადად არის ასეთ კანონმდებლობაში ერთი საშიშროება, განსაკუთრებით საქართველოსნაირ ქვეყნებში. და ეს საშიშროება ევროპამ დიდი ხნის წინ გამოიარა, როდესაც შენ მაღალ შეღავათებს აწესებ და სოციალურ დახმარებებს უშვებ, შენ შეიძლება მიიღო ის, რომ იქ ადამიანებმა აღარ მოინდომონ დასაქმება. ანუ ეს სოციალური შეღავათი ყოფნის იმისათვის, რომ რაღაც დონეზე, მინიმალურ დონეზე იცხოვროს, განსაკუთრებით ახლა სოფელში საკონელი მყავს, კათან მყავს, რაღაცა მყავს, რაღაცას უვლი პლუს სახელმწიფო ფულს მაძლევს. ანუ შენ შეიძლება მიიღო ძალიან უცნაური სიტუაცია, რომ კი არ გაგეზარდო, შეგიმცირდეს დასაქმებულთა რაოდენობა. მე მაგალითად რაჭის რეგიონიდან ვარ და ვიცი, რომ პრობლემა არის რაჭაში მუშახელი, მიუხედავად იმისა, რომ სრული უმუშევრობა არის, ამ დროს არის მუშახელის პრობლემა და ვიცი, რომ ხანდახან მარნეულიდანაც კი ამოყავთ მუშახელი, როდესაც რაღაცისთვის სჭირდება. მიზეზი რა არის? არ უნდა რაჭველებს მუშაობა თუ აი ეს არა, ოჯახში როდესაც შესაძლებელია, რომ 200-3 კაცს და 320 20%-ით მეტი პენსია. ზოგმა დახმარება, ზოგმა პენსია, ზოგმა ის და 1000-1200 ლარი რაჭა საკმაოდ დიდი ფულია შეიძლება მიიღოს ადამიანმა და შესაბამისად ჩვენ მივიღოთ სიტუაცია, როდესაც ერთხელ მაქვს უმუშევრობა და მეორე მხრივ მაქვს დეფიციტი მუშახელის. ამიტომ რაღაცა კრიტერიუმებია საჭირო ახალგაზრდა კაცი 25, 30, 40 წლის რომელსაც მუშაობა შეუძლია, მას შეიძლება რაღაცა მომენტში სამთავრობა დაეხმაროს თუ ის უმუშევრად დარჩეს, როცა უმუშევრად დარჩა, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში მან არაფერი არ აკეთოს და შენ უდივად ამისათვის თანხა უხადო არაფრის კეთებაში. დიდი კითხვის ნიშანია, რამდენად სწორია ეს გაგრძელება უნდა, ხო, აი ამაზე მინდა ვისაუბროთ, რა გაგრძელება უნდა მოყოს წესით ნორმალურ ქვეყანაში, სადაც მთავრობა ზრუნავს იმაზე, რომ გადასახადების გადამხდელების ფული მილიონობით ლარი დაიხარჯოს უფრო ეფექტიანად, მოიტანოს მეტი შედეგი. მეორე მხრივ გვყავს პარლამენტი, რომლის წინაშეც არის წესით აღმასრულებელი ხელისუფლება, პასუხისმგებელი, მოითხოვონ მეტი ანგარიშვალდებულება, რომ თუ 10 წლის განმავლობაში ეს 750 მილიონი ლარი, რაც გაცემულია სოციალური შემწეობების სახით, სხვადასხვა გზებით, რამდენად ეფექტიანი იყო. უნდა ბევრი რამე ან მეორე მხრივ თქვათ რაღაცნაირად დავითვალოთ მაინც პარლამენტმა უნდა გააკეთოს დაგმეთა იმაზე პოლიტიკის გამსაზღვრელი არის ჩვენ რა ტიპის კანონმდებლობა გვინდა მაღალმთიან რეგიონებში კანონმდებლობა რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად დასაქმებას და განვითარებას თუ კანონმდებლობა რომელიც უზრუნველყოფს იმას რომ იქ ადამიანი მუდმივად იყოს უმუშევარი და ჩვენ დახმარებებზე იჯდეს მესმის რომ ასეთი ადამიანი ადვილად მოწყვლადია ახლა როგორი კანონმდებლობა გვაქვს მეორე იმიტომ რომ ადამიანი არ მიდის სამუშაოდ არ მუშაობს იმიტომ რომ მას ეშინია რომ ის ამ შემწეობებს დაკარგავს და დახმარებებს დაკარგავს ამიტომ პოლიტიკის საკითხია პოლიტიკა კი პარლამენტმა უნდა განუსაზღვროს მთავრობას რაზე ვაკეთებთ აქცენტს იქნებ სხვა ტიპის სტრატეგიით განსაზღვრული იყო თავის დროზე, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გამოგპირდაპირობით ამ ქვეყანაში ახლა ნორმალური პარლამენტი რო იყოს, ის დასკვნები რაც დადო მე და თქვენ კი არა აუდიტის სამსახურმა, ეს დასკვნა იქნებოდა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. იმიტომ რომ როდესაც მე აუდიტის სამსახური სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეუბნება რომ 7 წელია პროგრამა მიმდინარეობს და არავის არც ერთი ინდიკატორი არ შეუმოწმებია არათუ არ ანალიზი არ გაუკეთებია, კი არა, არ გამოუთხოვია და არ დაუდია და აუდიტის სამსახურმაც ვერ მოიპოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კუთხით სამინისტროს საქმიანობა არის არადამაკმაყოფილებელი. არა მარტო სამინისტროში, არამედ შემოსავლების სამსახურიც. რას ქვია შემოსავლების სამსახურს? არა აქვს ინფორმაცია რომელი რას შეღავათით სარგებლობს და რამდენი დაანკლდა ამითი ბიუჯეტს. ეს ხო იმისთვის კეთდება, რომ დიდი ხვრელი დარჩეს, რომ რასაც ვიძახი, რომ გადავარეგისტრირო ჩემი საწარმო, რომ ფიზიკურად შეიძლება თბილისში, მცხეთაში, რუსთავში იმყოფებოდეს, მაგრამ სადმე დარეგისტრირებული. ამისი საფრთხე ხდება თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამისი საფრთხე ხო არსებობს, არა შეაძლებელია ეს ადამიანმა გააკეთოს. შემოსავლების სამსახური მეუბნება, რომ მან არ იცის ასეთი რამე ხდება თუ არა. ანუ ხვრელია, ხო დატო ღიად ჩანს რომ ხვრელი სად არის. ერთის და მეორეს პასუხისმგებლობის ახლა პასუხისმგებლობა აუცილებლად მოხსნას არ ნიშნავს, მაგრამ პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ
მას უნდა დაევალოს ამისი გამოსწორება, რაღაცა ვადა მიეცეთ, მაგრამ ამას რო არავინ არ გააკეთებს, ძალიან კარგად ვიცით. სამსახურის თქვა უფლებამოსილება არის რეკომენდაცია, მათ გასცეს რეკომენდაციები, გადაგზავნილია სამინისტროს და როგორც დასაწყისში აღნიშნე, ძალიან მოკლედ მიპასუხა სამინისტრომ, რომ 8 რეკომენდაციიდან 2 უკვე შევასრულოთ, მაგრამ რომელი ორი ვერც მას ვერ შევამოწმოთ, იმიტომ რომ არ გვეუბნებიან, ხო, რომელი ორი. მე ისევ გავიმეორებ ამ კითხვას, რადგან თქვენ სავით სამწუხაროდ სამინისტროდან პოლიტიკის გამსაზღვრელები არ მოდიან. საბოლოო ჯამში სხვადასხვა უკაცრავად მანდი თქვა სამინისტროს პასუხში იყო 180 მილიონი დავხარჯეთო მაგალითად 180 მილიონი ეს რითი დაიხარჯა სოფლის პროგრამებით დაიხარჯა მათ შორის იქ ჩამოთვლილი იყო გზებიც თქვა გზების ინფრასტრუქტურის დანერგემომავალი და სხვადასხვა ანუ ეს კანონი რო არ არსებულიყო მაგალითად დახმარების სოფლის პროგრამებით ხო რა თქმა უნდა ანუ ეხლა მინდის მიწებება ხო მაშინ არა არ ვიცი უნდა მივათვალოთ თუ არა ეგეც არ ვიცი იმიტომ რომ მაგ პროგრამით გაკეთდა სოფლის პროგრამებით იგივე საქმე კეთდება ეს რა საჭიროა კიდე ცალკე თემაა რაც ვიცით ის არის რომ თითქმის არასრული 10 წლის განმავლობაში ალბათ უფრო 2015-დან რადგან არის ეს კანონი 750 მილიონი ლარი ნამდვილად გაიცა საპენსიო თუ თქვა სხვა სოციალური დანამატების სახით ასევე შვილის შეძენის შემთხვევაში ცალკე დანამატებია ამ ადამიანებისთვის იქ მცხოვრებებს 930 მილიონი არის დახარჯული აქედან 720 მილიონი დაახლოებით 80% მოდის 30%. ანუ განვითარებაზე მოდის 20%. ის რამდენად არის 180 მილიონი განვითარებაზე დახარჯული კიდე ეს 80% მაქედან გზების მოხრეშვა იქნება რომელსაც პირველი ბეწვიმამდე არის. პირველი წვიმა რო ჩამოვა ის თავიდან არის გასაკეთებელი და ყოველ წელს მდიდარი ხალხი ვარ ძალიან და ვაკეთებთ ასე გზებს მაგრამ პოლიტიკის მაჩვენებელია რა როდესაც მე სამინისტრო მეუბნება რომ 720-იანად 930 დაიხარჯეთ აქედან 750 სოციალური არის ეს იმას ნიშნავს რომ შენი ამოცანა არ არის განვითარება შენი ამოცანა არის ის რომ ადამიანები ყავდეს ბოლომდე მობმული აი ამ სოც დახმარებებით რომელსაც არჩევნებზე მიყოლდა ეთქრო თუ არ გინდა დაკარგო ხო უნდა იყო ლოიალური აი ამას ემსახურება საბოლოო ჯამში. რა იქნებოდა ოპტიმალური ჩვენთვის? გასაგებია რომ ძალით ადამიანებს მაგას ხვდებით რომ ვერ გააჩერებდა ვერ დაამაგრებ სოფელში და მაღალმთიან რეგიონში კი არა საქართველოდანაც გარბიან უკვე, მაგრამ რადგან თქვენ ხშირი შეხება გაქვთ რაჭასთან პირველ რიგში რა შეუძლია სახელმწიფოს გააკეთოს არ შეიძლება სიტყვაზე ვიძახი უნის მუნიციპალიტეტის და მესტიის მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ერთი და იგივე განვითარების სტრატეგია და პროგრამა სრულიად სხვადასხვა. ძლიერი თვითმმართველობა მჭირდება რატომ? იმიტომ რომ ამ ძლიერმა თვითმმართველობამ თავისი განვითარების რეალური სტრატეგია უნდა შეიმუშაოს და არა ისე, როდესაც თბილისში წერენ ამ განვითარების სტრატეგიას ერთი ბლანკი აქვს აღებული, ერთი და იგივე ტექსტი და იცვლება მხოლოდ დასახელება. ჩვენ თუ გვინდა განვითარებაზე ორიენტირებული ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისი განვითარება შეიძლება თითოეულ მუნიციპალიტეტში. აი როდესაც ეს გვეცოდინება, მე უკვე ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტისათვის დგება კონკრეტული ვარიანტი იმისა, რა შეიძლება იქ განავითარო და შესაბამისად უდგები უკვე იმას კი არა რომ ვიღაცას თქვათ კომპანია გააკეთა რომელიც თურქეთიდან რუსეთში მანქანებს ეზიდება და დარეგისტრირდა ყაზბეგში და ამიტომ მას შეღავათი უნდა მეთქვეთ არა მე მეცოინება რომ უნის მუნიციპალიტეტში ეს არის პრიორიტეტები და ამას ვანვითარებ შესაბამისად მე საგადასახადო შეღავათებს მივმართავ იმისათვის რის განვითარებასაც უნში მესტიაში თუ ხულოში თუ სადაც იქნება ეკნება აზრი თუმცა ამაში დარგობრივად მიზნობრივიც იყოს რა თქმა უნდა მიზნობრიობა რომ განაყოფილო მიზანი უნდა გქონდეს და მიზანი უნდა იცოდე მიზანი თუ არაული გაქვს და ყველას ერთი და იგივე მიზანი აქვს ტურიზმი და არ ვითარდება ყველგანაც ტურიზმი კიდე ხო და ტურისტების დეფიციტიც გვაქვს უკვე ნელ-ნელა გაიზრდება თვითმმართველობის როლზე ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ გითხავთ ამ აუდიტის მიგნებებშიც იყო გამოკვეთილი ცუდი კოორდინაციის დაბალი ხარისხი სახელმწიფო უწყებებს შორის და იგულისხმებოდა ძირითადად ცენტრალური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. რა შეეცეს мотиваციას ადგილობრივ თვითმმართველობებს ერთმმართველობის პირობებში? არაფერს мотиваცია არ აქვს. დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების 90% არის იმ აზრზე, რომ მას არ უნდა მას გადასცენ დამატებითი უფლებამოსილებები და ფინანსები.
ისინი ძახიან რომ გააკეთოს იმან. მე რაც უფრო ნაკლები თავის ასატკივებელი მექნება, მით უკეთესია ჩემთვის. რატომ? იმიტომ რომ ეს ადამიანები რეალურად არ არიან ადგილობრივების წინაშე ანგარიშვალდებული, არიან პარტიის წინაშე ანგარიშვალდებული. სისტემა ისე არის აწყობილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტის მერმა იცის, რომ ცენტრალურის გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთებს, ფული არ ეკრება 80% ზოგან ბიუჯეტის, ეს არის ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმოცემული თანხა და მაშინ მათ ურჩევნიათ, რომ ეს წაღებული იყოს, თავის ტკივილით წაღებული იყოს. დაურეკავენ, დაუწერენ, იმას გააკეთებს, კარგად გააკეთებს, სულად გააკეთებს, იმაში წერევიან და ტენდერებში წერევიან. ანუ სრული ცენტრალიზაცია არის, მოხდა და სრული ცენტრალიზაციის ყველაზე ცუდი რაც მოყვება ხოლმე სრულ ცენტრალიზაციას არის რომ ადგილზე ინიციატივა საერთოდ ხდება. ადგილზე რო ინიციატივა ხდება, შესაბამისად ადგილობრივ პრობლემებზე ვიღაცა თბილისში იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს. რა ხდება თითოეულ სოფელში და ათ შეიძლება ქონდეს. მე ვიყავ იმ სამსახურის უფროსი და თავიდანვე რომ მოიტანს, ეს გავაკეთოთ პირველივე კომისიის ხმაურზე, მეთქვა რომ ახლა შენ უნდა აირჩიო ფოჩი რომელი პროექტები გააკეთო. ხაი, გიჟები ხო არ ახარ. მე როგორ უნდა გავარკვიო ფოჩი? ეს გზა არის გასაკეთებელი, ეს გზა არის გასაკეთებელი თუ ტროტუარი და წყალი არის გასაყვანი. ეს უნდა თქვას ფოთელმა. ხო და ჩემზე ცუდია, ჩემზე უფლებას ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი მერს მოადგილეს, როგორ უყურებს, ვინ არიან? პარტიის სამსახურში მყოფი ადამიანები. დღეს თვითმმართველობა სამწუხაროდ რეფორმა როგორც კი გაჩერდა, თვითმმართველობა გადაიქცა როგორც კომუნისტების დროს იყო რაიკომი, ისე არის ცენტრალური ხელისუფლების მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ესენი არ არიან ორგანოები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არიან ანგარიშვალდები. სამწუხაროდ. მოუნდებიან მოხსნიან, მოუნდებიან დანიშნას. სულ რამდენიმე წუთი გრჩება. დაველოდოთ, მოკლედ აუდიტის ანგარიშის განხილვები პარლამენტში იმართება ხოლმე, მაგრამ ისიც ძალიან დიდი დაგვიანებით, ისედაც ძველია ეს აუდიტიც და ნახოთ ამ პარლამენტში რა დროს დაუთმობენ. ერთი კითხვა ქართულ ოცნებაზეც, ცენტრალურ ხელისუფლებაზეც მინდა დაგისვათ. ხედავთ, ქვეყანაში გრძელდება უწყვეტი პროტესტი, აქციები, სანქციები, მაგრამ ოცნება ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. სად მივყავართ და რატომ? ვართ პოლიტიკურ კრიზისში, ამ კრიზისს ყველა შეეჩვია, ხელისუფლება შეეჩვია. კუჩაში ხალხი იკრიფება, ოღონდ ეს მაინც არ აწუხებს. ოპოზიცია რეალურად ვერ ნახულობს ზემოქმედების ბერკეტებს ქვეყნის შიგნით. ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, მე ვიცი რომ ძალიან არაპოპულარული აზრი მაქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოში რიგარეში არჩევნების და ხელისუფლებაში ქვეყანაში რაიმე ცვლილებების მოხდენის გზა გადის თბილისის მერის არჩევნებზე, რომელიც ოპოზიციამ უნდა მოიგოს. თუ ოპოზიცია ამას გაატარებს, არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. თუ ამას გაატარებს, ჩვენ მივიღებთ შედეგს, რომ სრულ ავტორიტარიზმი დამყარდება ქვეყანაში მთავრობის თავმჯდომარედან სოფლის ბოლო ერწყმუნებულობამდე და ვერავინ ვერ მეუბნება, რატომ არის უკეთესი ის, რომ თბილისის მერი ქალაქისა და თვითმმართველი ქალაქები ყველა ფოთის გარდა წააგო ამ საპარლამენტო არჩევნებში, გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებში. ქართულმა ოცნებამ რატო იქნება ქვეყნისათვის უკეთესი ან ოპოზიციისათვის ან ქართული საზოგადოებისათვის უკეთესი რომ თბილისი დღეს თავისი რესურსებით დაუტოვოთ ქართულ ოცნებას და ვიძინა ივანიშვილს და რატო არის ღალატი თბილისის მოვლენა. ამ პასუხს უნდა გასცეს ოდესმე ოპოზიცია ამ პასუხი. და თუ დიდხანს იქნებიან ამაზე რომ არა და მე უეცრად ყველა გადაწყვეტს რომ თურმე საჭირო ყოფილა, ისე დაუმტკიცებენ მოსახლეობას რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ღალატია, მე ეს ხალხი აღარ მისცემს ოპოზიციას ხმას და ეს იქნება საუკეთესო საჩუქარი ქართული ოცნებისთვის რაც შეიძლება გააკეთოს. და ამაზე სერიოზულად არის დასაფიქრებელი. ყოველ შემთხვევაში არგუმენტები იმაზე რომ რატომ არა და ეს ლეგიტიმაციის საკითხის დაკავშირება საერთოდ სიგიჟეა, იმიტომ რომ თვითმმართველობის არჩევნები როდის იმართება, ამას განსაზღვრავს არა მთავრობა და ეს პარლამენტი, არამედ განსაზღვრავს კონსტიტუცია. ეს კონსტიტუციათან და ამის ლეგიტიმაციასთან არ არის დაკავშირებული. და ტექნიკურად არჩევნებს CS გუნიშნავს. და ამ CS:გოს პირობებში აზრი აქვს, ისევ იგივე. თბილისი არის 60-40-ზე მოგებული ამ გაყალბებაში. 60-40-ზე არის მოგებული რუსთავი. წაგებული არის ბათუმის ხელისუფლების მიერ და ქუთაისის. ერთადერთი მოგებული აქვს ფოთი 51%. და ამის თუ რაღაცას ერთიანად ვერ გლეჯს,
რაღაცა მანძილს ერთიანად ვერ გავიჭრო, ნაწილ-ნაწილ აკეთებ ამას ყველაფერს. უნდა დაასუსტო. რამდენი ქვეყნის მაგალითი მოვიყვანოთ, სერბეთის, მილოშევიჩის დროს 70-30-ზე იყო. ხელისუფლება ოპოზიცია. ძალიან გავს ამ ხელისუფლებას მილოშევიჩს, პატეშორის, აი ყველაფრით, მათ შორის აი ამ რიტორიკითაც და ბელგრადი მოუგო ოპოზიცია. მიიღო და იქიდან დაიწყო მისი შეცდომა. ნახოთ რას გადაწყვეტს ჩვენი მე ოპოზიცია. ასე ვფიქრობ, წერტილი რომ რას დანარჩენი და დავასრულოთ თვითონიცია. ჩვენი ინტერვიუ დღეს. რა დავთავროთ? ო? წერტილი რას დავუსვათ? მე მგონი საარჩევნო ფიქრებში წახვედით. ო, არ ვიცი. მძიმე ამბავი არის, იმიტომ რომ თუ კი რაღაცა ცვლილებები არ იქნა, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი მოგვიყვება მთელ ქვეყანას. წინ, იმიტომ რომ ჩემი აზრით არაფრით არ შეიძლება იმისი დაშვება, რომ აი ეს ვერტიკალი განმტკიცდეს, რომელიც დღეს დემოკრატიას ზღუდავს საქართველოში. და ამას უნდა ვიფიქროთ ყველამ, ოპოზიციამაც, საზოგადოებამაც, ხელისუფლებამ. დაცილვავდებით ხო საქმე დღეს ასამართლებენ ეგერ ნაციონალურ მოძრაობას ამას ხალხი დაშუქავს საპარლამენტო კომიტეტზე და დღესვე ესე იგი მთავრობამ წარადგინა ელჩის კანდიდატურად მოსამართლე რომელმაც ბიზინა ივანიშვილს ჩამოართვა მოქალაქეობა. აი ეს ხდება პარალელურად. ერთმანეთის ნაცებთან ბრძოლის ასე ვთქვათ სახელით. მადლობა ბატონი ირაკლი საინტერესო ინტერვიუსთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი ირაკლი მელაშვილი. მე ხოლმე გემშვიდობებით.